მოგესალმებით. Სამწუხაროდ გაახალგაზრდა ჩვენს ირგვლივ პროტესტი. ერთგვარი გარდატეხის ასაკის მანიფესტები, უხვად ინფორმაცია იმის შესახებ, რომ დაიკარგა მოზარდი, თვითდაზიანების რიცხვი მატულობს ყოველდღიურად. ძალიან მნიშვნელოვან თემაზე ვიწყებთ საუბარს, ძალიან საინტერესო სტუმართან ერთად. დღეს ბიომეტრიის სტუმარი გახლავთ ქალბატონი თამარ შაშიკაძე. თამარ, მოგესალმებით, მადლობა რომ მოგწანდით. მოგესალმები გიორგი, მადლობა მოწვევისთვის. პრაქტიკოსი ფსიქოლოგი იყავით წლების განმავლობაში და ასევე წარმოადგენთ მედიას სივრცეს ფაქტობრივად ყოველ დღეს შუადღის ეთერში ქმნით თემების იმ ნუსხას, რომელიც პარალელშია ბიომეტრიასთან და სოციალური ერთგვარი ანარეკლია ბუნებრივია. ქალბატონი თამარ, ძალიან მნიშვნელოვანი თემაა, არ ვიცი რამდენად ეთიკურია ქალბატონოს გარეშე მოგმართოთ, თუმცა თუ გავითვალისწინებთ იმ ურთიერთობას, რომელიც ჩვენ გვაქვს ჩამოყალიბებული, ალბათ უფრო ორგანული იქნება ჩემი მხრიდან სახელით მოგმართოთ, დავუშვათ გამონაკლისი. გარდატეხის ასაკი, მოზარდობის ასაკი მიგვაჩნია ყველაზე რთულ პერიოდად ჩვენს ცხოვრებაში. და აი გარდატეხის ასაკი ხო რატო ქვია? იმიტომ რომ მართლაც ხდება რიგი გარდატეხი, რიგი ცვლილებები, ბავშვობიდან აი მოზარდობაში გადადის ბავშვი და დავიწყოთ ფიზიოლოგიური ცვლილებებით, ხო, ფიზიკური ცვლილებებით რაც ხდება, ანუ გარდატეხის ფიზიოლოგია დავარქვათ. კი, გადავარქვათ. იცვლება ყველაფერი აბსოლუტურად, ხო? იზრდება იქ დაწყებული სარძევი ჯირკლებიდან თუ სხვა მეორეულის სასქესო ორგანოები, ხმა, ჰორმონალური ცვლილებები, რაც ძალიან დიდ გავლენას ახდენს მის ფსიქოემოციურ მდგომარეობაზეც. თბიანობა, აბსოლუტურად როგორც შინაგანი, ასევე გარეგანი ფაქტორებიც ამ შემთხვევაში გადიცდის ერთგვარ ცვლილებას. ნახეთ, ჩვენ არ ვუსმენთ ამ დროს ბავშვს რა უნდა. ჩვენ ვლაპარაკობთ იმაზე, თუ რამდენად ჩვენ გვიჭირს მივიღოთ ეს გარდატეხის ასაკი, აი რაიმე არ შემიძლია საუბარი, არ მელაპარაკება ბავშვი, არ მიყვება არაფერს და აი როგორ რა ვქნა, რა გავაკეთო და არასდროს არ ვფიქრობთ მეორე მხარეზე. ბავშვი როგორ გრძნობს ამ დროს თავს, მას რისი გაკეთება სურს, მასში აი რა იხარშება მასში შიგნით, იმიტომ რომ გარდა იმისა, რომ რაღაც შინაგანი ცვლილებები ხდება და შეგუება უწევს ახალ მეს გაეცნოს, ანუ აბსოლუტურად იცვლება მე, ხო? სხვანაირი ხდება, ყველაფერი იცვლება, ფიზიკურად იცვლება, შინაგანად იცვლება, უჩნდება პროტესტი, უჩნდება რაღაც იმპულსური ხდება, აგრესიული ხდება და ეს იმიტომ რომ უკეთ შეიცნოს საკუთარი თავი და ჩვენ ანუ ამას რაღაცნაირად გვერდს ვუვლით და იმაზე ვფიქრობთ, რომ ეხლა როგორ გავხადოთ, როგორ დავიმორჩილოთ, როგორ რაღაც სკოლაში უკეთესად ისწავლოს და ამ დროს ისეთი წინააღმდეგობაშია თვითონ ბავშვი. ანუ ძალიან ბევრი პროტესტის მიღმაც ჩდება კითხვები. მე შეგნებულად ჩაგერთვეთ საუბრისას და რატომ? იმიტომ რომ მე მაინც მგონია რომ სტიგმატიზირებულია ეს თემები. და ის ღიაობა, რომელიც უნდა იყოს მშობელსა და მოზარდ შვილს შორის, ყოველ შემთხვევაში ჩემს პრაქტიკაში ნაკლებია თვალსაჩინოების სახით ძალიან ცოტა ამის მაგალითები. ხომ არ არის ერთგვარი სტიგმატიზაციაც აი ამ გაუცხოვების მიზეზი? იმიტომ რომ არის რიგი თემები საზოგადოებაში მიღებული საკითხები, რომელიც ასე უნდა მოხდეს. რაღაც ეს არის სწორი გზა. სწორი გზა ამ დროს არ არსებობს. აქ არის ყველაფერი ძალიან ინდივიდუალური. დამოკიდებულია ყველა აბსოლუტურად ყველა ადამიანი განსხვავდება, ხო? ყველა ადამიანს აბსოლუტურად სხვადასხვანაირი ემოციური ფონი აქვს თუ რაღაც გარემოსთან კავშირი სხვანაირი აქვს აბსოლუტურად და განსაკუთრებით მოზარდს და ამ დროს ჩვენ გონია რომ ეს ასე უნდა იყოს რაღაც ეს იმიტომ რომ საზოგადოებაში მიღებულია ასე და აბსოლუტურად ვერ ვღებულობთ იმ ნახეთ ამ მოზარდობის ასაკს ასე ვთქვათ დავარქვათ ბავშვის გამოცდილება ხო ზრდისკენ ანუ ის ყველა მის პროტესტში თუ რაღაც დაპირისპირებაში თუ იმპულსურობაში თუ აგრესიულობაში ან რაღაც ფიზიკურ ცვლილებებში იზრდება
და ეძებს საკუთარ თავს. და აქედან გამომდინარე ჩვენ ვერ ვგებულობთ რატომ უნდა შეიღებოს თმა ცისფრად, რატომ უნდა პირსინგის გაკეთება, რატომ უნდა რაღაც არის სწავლოს ერთი საგანი ან ისწავლოს მეორე უკეთესად. ანუ და ამ დროს ზუსტად მოზარდობის ასაკი მარტო ფიზიკური ცვლილებები არ არის და ჰორმონალური ცვლილებები. აქ ბავშვი იზრდება მენტალურად უყალიბდება ლოგიკა, ის ეძებს საკუთარ თავს როგორ გამოიყურება მარტო იმაში კი არა, ასევე ეძებს საკუთარ თავს თუ რა ინტერესებს. რისი შესწავლის წყურვილი აქვს, შემეცნებისკენ მიდის, უფრო ცნობის მოყვარე ხდება და ანუ ეძებს ასე ვთქვათ გზებს, რომელიც მიიყვანს დასრულობამდე და ჩვენ ალბათ ვერ ვაღიარებთ ამას მშობლებიც და პედაგოგებიც, იმიტომ რომ უფრო გამოცდილები ვართ, უფრო კარგად ვიცით, აი ნახე მე ვიყავი შენ ხელა და მე ვიცი ეს რა სტრესთანაა და ამიტომაც ახლა გეუბნები, რომ ეს ჯობია გაკეთდეს, მაგრამ ეს ასე არ არის, ის ვერ ისწავლის. ხო, ის ვერ ისწავლის, ის ისწავლის ზუსტად იმ პროცესში, რასაც თვითონ გადის და განიცდის. ამიტომაც ალბათ ამ დროს უკეთესია დავეთანხმოთ, მოვუსმინოთ, მინიმუმ მოვუსმინოთ, დაველაპარაკოთ, ან ავუხსნათ რაღაცები, მაგრამ არამც და არამც არ ვუარყოთ. მათი სურვილები, ხო? ანუ გინდა, მოდი აბა არ ჩავკლათ ინდივიდი და ინდივიდუალური გამოვლინება ბუნებრივია, თუმცა ჩემი ღრმა რწმენით მე მაინც ვფიქრობ, რომ დღემდე გვერდება ჩვენ საუბარი გარკვეული თემების ციკლი, რომელიც ბუნებრივად ახლავს ასაკობრივ ცვლილებას. როგორია სოციუმის როლი ასეთ შემთხვევაში და რაც მთავარია ჯანსაღი მაგალითების. რითაც უნდა იკვებოს ცნობიერი მოზარდის. ნახეთ, მთავარი სოციუმი ჩემი აზრით არის ოჯახი. ანუ ასე ვთქვათ, პირველი ინსტიტუცია, სადაც ბავშვი ყალიბდება, იზრდება, გადის ამ განვითარების სხვადასხვა ეტაპს და ეს არის ოჯახი, ხო? ანუ პირველ რიგში ოჯახში უნდა ნახოს მაგალითები. ანუ მაგრამ მაინც ვფიქრობ, სიყვარული და ყურადღება არის მნიშვნელოვანი აქაც, ხო? ანუ ბავშვი, როცა გრძნობს, რომ ის უყვართ, მას ენდობიან, ყურადღებას აქცევენ, ის იქნება გახსნილი. ბუნებრივია ნდობის ნაწილი არის. კი, ნდობა, ხო. ნახეთ, მოზარდობის ასაკში ავტორიტეტები ეშლება ბავშვს, ანუ იშლება ავტორიტეტის შეგრძნება. ამ დროს ის მშობელი, რომელზეც აი მინდობილი იყო, უყვარს, მშობელიც იშლება როგორც ავტორიტეტი, ხო? იმიტომ რომ საკუთარ თავისძიებაშია, ეგოცენტრული ხდება ამ დროს ბავშვი უფრო და აქედან გამომდინარე მშობელს გონია რომ ნდობა დაკარგა ბავშვისადმი, რაღაც არასწორად გააკეთა, რაღაცა ისე ვერ გააკეთა, როგორც საჭირო იყო ან მიღებულია და სინამდვილეში ეს ჩვეულებრივი მოვლენაა. ანუ ამას არ უნდა შევხედოთ როგორც კატასტროფას ან ტრაგედიას, ეს უნდა მივიღოთ, იმიტომ რომ ბავშვისთვის ამ დროს ავტორიტეტი არ ხდება უფროსი, პირიქით, მის თანატოლებში ეძებს, მის თანამოაზრეებში ეძებს ავტორიტეტს, საკუთარ თავში ეძებს ავტორიტეტს, იმიტომ რომ ან უნდა რომ დამკვიდრდეს, უნდა რომ გახდეს დამოუკიდებელი, თავისით გადაწყვიტოს რიგი საკითხები მის ცხოვრებაში და ეს არის ანუ ის გზა, რითაც ის სწავლობს, ეს არის აბსოლუტურად ნორმალური, მაგრამ ჩვენ ამას აღვიქვამთ, უფროსები ამას აღვიქვამთ, როგორც რაღაც გადახრად. აი საუბრის მიჩნდება განცდა, რომ თითქოს ზრდის კულტურაა გამქრალი ჩვენ სოციუმში. სხვათა შორის ემპათია ემპათიის შეგრძნება იგივე ასაკის ახალგაზრდებშიც არის ნაკლები. ჩვენ ძალიან ხშირად გვისაუბრია, შეგურჩევია ერთ-ერთი თემები, რომელიც ემპათიის ნაკლებობას უკავშირდებოდა და რაც ერთ-ერთი ყველაზე დიდი სენია თანამედროვე ახალგაზრდების, ეს არის ბულინგი, რომელიც არ მხოლოდ რეალურ ცხოვრებაში, არამედ ვირტუალურ სამყაროში წვდება, რომელიც აღარც ისე ვირტუალურია, როგორც საწყისშივე. ეს ახლა არ მოხდა, ეს ყოველთვის იყო ასე. ანუ თანატოლები, ანუ მე თუ მოზარდი ვარ, ის მეორეც მოზარდია, ხო? ისიც თავის დამკვიდრებას ცდილობს. იმასაც უნდა დამოუკიდებლად რაღაცები, ანუ ნიშნულოვანი გახდეს. ისიც ეგოცენტრულია. ნახეთ, ანუ ერთი ასაკი, აქედან გამომდინარე, ეს ბრძოლები
ვინ უკეთესი იქნება, ვინ სად გაიმარჯვებს. ეს ყოველთვის მოხდება და ეგეც ნორმალურია. აქ მთავარი არის აი სკოლაში თუ ხდება ეს მასწავლებლის როლი ძალიან მნიშვნელოვანია. თუ როგორ ახსნის ამას, როგორ აუხსნის ბავშვებს. იმიტომ რომ ამ საკში ძალიან რთულია მივხვდე და გავიაზრო შემდეგ შედეგები რა მოყვება ამ ბულინგს. ან რაღაც დაპირისპირებას, ხო? ძალიან რთულია, იმიტომ რომ ჯერ მაინც არ გვაქვს იმდენი გამოცდილება, რამდენი საჭიროა, რომ გავიაზროთ სამომავლო შედეგები, ანუ ეს ყველაფერი დღეს სადამდე მიგვიყვანს მომავალში. აქედან ძალიან დიდი ტვირთია პედაგოგებისთვის, ბუნებრივია დამეთანხმები. დღეს, როდესაც თანამედროვე მშობელი არის რაღაც არანორმირებულ გრაფიკში, სამსახურეობრივში და ჩვენ ყველანი ვიზიარებთ და ვიცით რატომაც, ბუნებრივია მიბმულია სოციალური პრობლემები ქვეყანაში არსებული ამ პროცესებთან, ვერ ვუარყოფთ ამ ფაქტსაც და აი ამ ფონზე, როდესაც არ ვიცი, გაათმაგებული შრომის ხარისხი იმისთვის რომ გადავრჩეთ ფიზიკურად და გაასმაგებულია დროის სწრაფი სვლა, ყველა საუბრობს დღეს რომ თითქოს შეგრძნება გვაქვს რო დაჩქარდა. რეალურად ალბათ გამოიწვია ნაკლებად თავისუფალმა დრომ აი ეს შეგრძნებები. პედაგოგს და საგანმანათლებლო დაწესებულებას დაეკისრა ასმაგი პასუხისმგებლობა, რაზე შეიძლება საუბარი, რა შეფასება გაქვს როგორც მშობელს და რა მოლოდინი გაქვს ზოგადად. ჩავშალოთ პედაგოგების ნაწილი და საგანმანათლებლო სივრცეებზე ოდნავ მოგვიანებით. როგორც ვახსენე, ანუ მშობელი და ოჯახი არის მნიშვნელოვანი, ხო, ბავშვის განვითარებაში, მაგრამ ნახეთ სკოლა მოდით დავიწყოთ თუ ბაღი, ხო? ჯერ ბაღში მიყვავს ბავშვი, იქ ადაპტირდება, ანუ გადის იმ სათბურიდან, რაც ოჯახშია და ხდება სხვა გარემოში, ადაპტაცია იწყება უკვე სხვა ადამიანებთან, ამღზელთან, მასწავლებლებთან, პლუს მერე უკვე იწყება სკოლა, ხო? და სადღაც 24 საათიდან, აი გუშინ ვფიქრობდი, რამდენ დროს ატარებს ჩემი შვილი სკოლაში, ხო? სადღაც 5-6 საათი ატარებს ამ სხვა გარემოში, აბსოლუტურად. თანაც პლუს მშობლები, რომლებიც მუშაობენ დილიდან საღამომდე და იმაზე ფიქრობენ რაღაც საბაზისო საჭიროებებით მოამარაგონ შვილები, აი დაღლილი როცა მიდიხარ სახლში, ძალიან რთული ალბათ გადაეწყო იმ წუთასვე და გამოკითხო ბავშვს რაღაც გზნობებზე ესაუბრო, რა მოხდა დღეს სკოლაში, ან კლასელები, ან მეგობრები სურვილის მიუხედავად დროც შეიძლება სურვილი კონდეს, მაგრამ დრო არ არის და ენერგიაც შესაძლებელია აღარ კონდეს, ხო? დაღლილი მიდიხარ რაღაც და აი თავარია რომ საჭმელი არის, სახლი არის, ფსიქოლოგიური მიმართულებით ის პრაქტიკული გამოცდილება რაც თქვენ შემთხვევაში არის. არც არის საჭირო ელემენტარული, აი უბრალოდ ჩახუტება, უბრალოდ რაღაც ელემენტარული ყურადღება, სიყვარულის გაზიარება, მე შენ მიყვარხარ, ესეც საკმარისია. თამარ, თანადგომა არის პრევენცია, იმის საიმისოდ რომ მივიღოთ ნაკლებად აგრესიული, ნაკლებად თვითდაზიანებისკენ ორიენტირებული, ნაკლებად დაკარგული ახალგაზრდები. არის პრევენცია და ნახეთ, ამიტომაც სკოლაშიც აი მშობელი ასე თუ ისე გაძლევს ამ სიყვარულს, ხო? და სკოლაშიც იგივე უნდა იგრძნოს ბავშვმა ჩემი აზრით. არ უნდა იგრძნოს განსხვავებულობა. რაღაც იყო ხო, ჩემს დროს იყო ხო, რაღაც არჩეული მოსწავლეები, მასწავლებლების მიერ. ხო, აი ეს ბავშვი კარგია, კარგად სწავლობს. ანუ ეს არ უნდა მოხდეს, იმიტომ რომ ანუ ჩვენ არ ვიცით მეორე ბავშვისგან რა გამოვა საბოლოო ჯამში და რა წარმატებას მიაღწევს. თუ გინდ არც ანუ ამაზე არ არის მნიშვნელობა, რაღაცნაირად თანაბარი უნდა იყოს ყურადღება და პედაგოგმაც ისევე როგორც ოჯახში უსმენენ, ну ნორმალურზე ვსაუბრობ ახლა, ხო? ნორმალზე ვსაუბრობ. საშუალო სტატისტიკური მაგალითია. როგორც ოჯახში უსმენენ ბავშვს, ეს ასევე უნდა მოусმინოს ბავშვს, მიაქციოს ყურადღება. თან ინდივიდუალურად ნახეთ, იმიტომ რომ ყველა ბავშვი ერთნაირი არ არის. მესმის რომ მასწავლებელი
ძალიან ბევრ ბავშვთან აქვს ურთიერთობა და არის რაღაც წესები. მაპატიეთ აქვე ჩაგეკითხებით, რომ აზრი არ გაწყდეს, თქვენ ახსენეთ ინდივიდუალური მუშაობა და ეს აბსოლუტურად ვიზიარებ თავიდან ბოლომდე ამ შეხედულებას. თუმცა იმ პირობებში, რა პირობებში დღეს პედაგოგებს საჯარო სკოლებში უხდებათ ბავშვებთან ურთიერთობა, ეს არის 35-40 ბავშვი დაკომპლექტებული ჯგუფები. არსებობს 36-იც მე პირადი გამოცდილება მაქვს ამის. შესაბამისად ძალიან რთულია, ფაქტობრივად შეუძლებელია თითოეული მათგანის ემოციური ყევა პედაგოგს არ გამოეპაროს, შეუძლებელი მგონია რატომღაც. ამ ნაწილში გაქვთ თუ არა პრეტენზიები, ან ხედავთ თუ არა საგანმანათლებლო სივრცეების გადაწყობის საჭიროებას და რაც მთავარია, ფსიქოლოგიის ინსტიტუტის უფრო მძლავრად ამუშავებას, რომელიც აი სწორედ ამ ტიპის საჭიროებებზე იქნება ორიენტირებული. ნახეთ, მაშინ ეს თლიანი სისტემა უნდა შეიცვალოს აბსოლუტურად. ექსპერტი ვერ ვიქნები, როგორი უნდა იყოს ეს სისტემა განათლების, მაგრამ როგორც მშობელი ვიტყვი, რომ ალბათ უფრო ნაკლებ ბავშვი უნდა ისდეს კლასში. და არა 28, 30 და 40 მით უმეტეს, ხო? სკოლა არ არის მხოლოდ საგანი და საგნის მიცემი და ეს არის ურთიერთობაც, ხო? და ანუ პედაგოგს ყველა ბავშვთან უნდა კონდეს თანაბარი ურთიერთობა. და შეუძლებელია ანუ ადამიანს მივცეთ ის პასუხისმგებლობა, რომ აბსოლუტურად 45 წუთიან გაკვეთილზე ყველასთან დაამყაროს რაღაც კონტაქტი, კავშირი, კომუნიკაცია. ძალიან რთულია. აქედან გამომდინარე, ალბათ უკეთესი იქნება უფრო ცოტა ბავშვი თუ იქნება კლასში. მცირე კონტინგენტიანი, რომელიც პროექტზეც პრინციპში აქტიურად მიმდინარეობს მშენებლობა. კიდევ გარდა ამისა, აი მე მაგალითად ვთვლი, რომ დღევანდელი თაობა ციფრულ თაობაზე მაქვს საუბარი, აბსოლუტურად განსხვავებულია. მათ უკვე სხვანაირი მეთოდები ჭირდებათ და არის რიგ სკოლებში ეს ზოგ მასწავლებელს უფრო აქვს ასეთი მეთოდები რაღაც, ხო? ანუ TikTok-ის თაობაა, მათ უნდათ სხვა რამ, სხვანაირად ახსნა თუ გინდ იმ გაკვეთილი. შეიძლება იყოს ისტორია თუ გეოგრაფია თუ მათემატიკა, ანუ სხვანაირი მიდგომა ჭირდებათ, მაგრამ ეს უკვე სწავლის ცოტა გავცდით თემას, ხო? ერთადერთი ალბათ უფრო ცოტა ბავშვი კლასში. რომ მეტი ყურადღება მიექცეს. ჩვენ და სამწუხაროდ თითქმის ყოველთვის, როდესაც სოციალურ პრობლემაზე ვსაუბრობთ, ყოველთვის მიღწევა გადაცემის მსვლელობისას ერთგვარი თითიშვერა განათლების სისტემისადმი ძალიან უხერხულად გრძნობ ამის გამო თავს. ალბათ ყველაზე მეტად ისინიც აცნობიერებენ თავად პედაგოგებიც იმ ხარვეს, რომელიც აქვთ სამუშაო პროცესებში, თუმცა ჩვენ ყველამ ვიცით ობიექტური შეფასებისთვის, რომ სკოლების სიმწირე, კონტინგენტის სიმრავლე იწვევს იმ შედეგს, რომელ შედეგსაც დღეს ჩვენ ვებრძვით. თუმცა არანაკლებ მნიშვნელოვანი რგოლია რომელიც ძალიან ხშირ შემთხვევაში ტრაგედიის, სუიციდის და სხვა მსგავსი მანკიერების რომანტიზებას ახდენს და ჩვენც მიგვიწვის ერთგვარი წვლილი ამ ნაწილში და ალბათ უნდა გავაცნობიეროთ და ვაღიაროთ ჩვენი პასუხისმგებლობა. თქვენ, ადამიანი, რომელიც ყოველდღიურად შუადღის ეთერში ცდილობთ სოციალური თემების ირგვლივ თუ არა პირდაპირ ირიბად მაინც გქონდეთ წარმოდგენილი რეგიონსა და ქალაქში მიმდინარე პროცესები და სიახლეები. რა შეგიძლიათ თქვათ ამ ნაწილზე? რამდენად არის სამართლიანი ის შენიშვნები, რომელიც საზოგადოებას მედიის მიმართ გააჩნია? ნახეთ, აქტუალურ თემებზე და იმ პრობლემებზე, რაც ჩვენ სოციუმშია, ამაზე აუცილებლად უნდა ვისაუბროთ. უბრალოდ აქ მნიშვნელოვანია როგორ ვსაუბრობთ. კონტექსტი, დიახ. ჩვენ ინფორმაცია აუცილებლად უნდა მივაწოდოთ საზოგადოებას, იმიტომ რომ ეს არის მთავარი, რაც შემდეგ უკვე გავითარებს მინიმუმ და უკვე ახლოს ხარ თემასთან და იცი რა ხდება. და აი შეფასებები, შედარებები, ეს არ უნდა იყოს. ძალიან მნიშვნელოვანი თემა შეეხეთ ფაქტობრივად ტერმინოლოგიის ნაწილს და ძალიან მნიშვნელოვანი აქაც თქვენი შეხედულება, როგორი უნდა იყოს ახალგაზრდასთან წარმოებული საუბარი, მნიშვნელობა აქვს თუ არა ლექსიკას, არის თუ არა მნიშვნელოვანი მედიისგან ისმოდეს შეფუთული, მაგრამ ობიექტური. იმიტომ რომ როდესაც შუშუმობ საკითხზეც გვისაუბრია, ძალიან უხერხულია ტერმინის გამოყენებაც კი და ჩვენ წლებთან ერთად ვისწავლეთ, როგორ ვისაუბროთ მძიმე თემებზე, ისე რომ არ შეურაცხყოთ სხვა ადამიანის ღირსება.
ეს ზღვარია ალბათ ნებისმიერი სოციალური თემის გაშუქებისას ძალიან მნიშვნელოვანი და რამდენად ახერხებთ ამას? ეს ზღვარი არა მარტო დაწესებული რაღაც წესების მიხედვით და კანონის მიხედვით უნდა დავიცვათ, არამედ რაღაც შინაგანი ზღვარიც უნდა გქონდეს, ხო? სტანდარტები, რაც არის მედიაში, აუცილებლად უნდა იყოს დაცული. ეგ ძალიან მნიშვნელოვანია. დიახ, სოციალური ქსელების ფაქტორზე უნდა ვისაუბროთ აუცილებლად. შევეხოთ პირდაპირ თუ არა ირიბად მაინც რამდენად თვლით, რომ მედიის მიღმა სოციალური ქსელიც არის ის პლატფორმა, რომელიც ხელს უწყობს ყველა იმ ნეგატივს, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობთ. უფრო სოციალური ქსელი, მე ვფიქრობ. დიახ, მეც ასე მეჩვენება და მგონია, რომ ადამიანებს რატომღაც სოციალური ქსელის და მედიის ფუნქციები ერთმანეთში ბოლო უკანასკნელი წლებია რაღაც აღრევა მოხდა თითქოს და ის რაც სოციალურ ქსელში აღმოაჩინეს პირდაპირ პროპორციულად ასოციაციის დონეზე უკავშირდება მედიას საშუალებებს, რომელთანაც ყოველ შემთხვევაში ვცდილობთ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში მსგავსი ცდომილება იყოს მინიმუმზე დაყვანილი. სოციალურ ქსელში კონტროლი ძალიან რთულია. არ არის არაფერი, არანაირი საკანონმდებლო ბერკეტი, რომელიც მაგალითად შეზღუდავს. ანუ სოციალურ ქსელში არის ყველაფერი, აბსოლუტურად. ბუნებრივია. აქედან გამომდინარე, თქვენ თუ საუბრობთ იმაზე, რომ რამდენად ხელმისაწვდომია ეს მოზარდებისთვის, რა ინფორმაციას ღებულობენ ან ხალხისთვის, ძალიან რთულია ამის კონტროლი და ვერც გააკონტროლებ. აქაც ალბათ თვითონ ნახეთ, მე უნდა მქონდეს სურვილი, რომ მივიღო სწორი, გადამოწმებული, გაფილტრული ინფორმაცია და შემდეგ ეს უკვე გავუზიარო, ან გადავაზიარო, ან მოუყვე სადმე, ხომ? ანუ რასაც წავიკითხავ, ანუ ამაზე უნდა დავფიქრდე, რამდენად ლოგიკურია, რამდენად სწორია, ან მართალია თუ არა. პროფესიონალიზმის და ეთიკის ნაზავია ფაქტობრივად ის, რასაც ემყარება ალბათ სისტემა. აქედან გამომდინარე, თითოეულმა მოქალაქემ უნდა იზრუნოს ამაზე, საზოგადოებამ უნდა იზრუნოს ამაზე, იმიტომ რომ ხშირად ხდება, ხო, აი რაღაც fake news-ი დაიდო და უცებ ყველა აზიარებს. სანამ გავაზიარებთ, სანამ ვინმეს გადავუგზავნით. აქ საუბარი არ არის რომ მედიაში ვრცელდება ეს, არა, უბრალოდ ხალხში, აი მეგობრებში, ნაცნობებში, ან ბავშვმა წაიკითხა და თავის კლასელებს უთხრა. ანუ ეს ყველაფერი, ანუ ბავშვსაც უნდა ავუხსნათ, რომ სანამ რაღაც და დარწმუნებით გეცოდინება რომ ეს არის, უნდა გადავამოწმოთ, ან მე მკითხე, ან ჩვეულებრივი ამბავია. გადამოწმება პირველ რიგში იმის, რაც არის, იმიტომ რომ ძალიან სხვა ინფორმაცია, ბევრია ინფორმაცია, ან რთულია ამის კონტროლი. ზრდასრულ ადამიანებსაც გვიჭირს ხშირ შემთხვევაში გავარჩიოთ ის ხარისხიანი, რომელიც მნიშვნელოვანია. გვიჭირს, რა თქმა უნდა. თამარა, ბუნებრივია გექნებათ ინფორმაცია, რომ პედაგოგიკა, როგორც მიმართულება, როგორც საგანმანათლებლო სივრცეებში გაქრა. ჩვენ ვღებულობთ საგნის სპეციალისტებს და სწორედ ამ თაობით არის დაკომპლექტებული დღეს საგანმანათლებლო სივრცეები მეტწილად, რომელთაც პედაგოგიკის მიმართულებით არავითარი უნარჩვევა არ გააჩნია და ისინი პირდაპირ ბრმად გამოცდილების გარეშე აღმოჩნდებიან აი სწორედ იმ მოწყვლად თაობასთან, რომელზეც ახლა ჩვენ ვსაუბრობთ. თქვენ როგორც მშობელს გაქვთ თუ არა ამ ნაწილზე პრეტენზია ერთგვარი და რამდენად ენდობით ადამიანებს, რომელსაც არც პრაქტიკული და არც თეორიული ნაწილი, არამც თუ ინდივიდთან, არამედ ზოგადად ჯგუფთან მუშაობის არ გააჩნია და ჩვენ უკვე შევთანხმდით, რომ მხოლოდ საგანი არ არის პედაგოგიკა. იცით, ანუ მე პირადად ხშირად მიფიქრებ, მე ვერასდროს ვერ გავხდებოდი მასწავლებელი, იმიტომ რომ ეს არის ყველაზე, არ ვიცი, ჩემთვის დიდი პასუხისმგებლობა. მიუხედავად იმისა, რომ სამედიცინო მაქვს დამთავრებული, ვიყავი ექიმი და მართლაც დიდი პასუხისმგებლობა. პრაქტიკაში თუ ვწდები მინიმუმ 10 წლის განმავლობაში და 6 წელი. მაგრამ აი ვერასდროს ჩემთვის მასწავლებლობა არის ყველაზე რთული სპეციალობა. პედაგოგი იყო პედაგოგი, ეს არის ანუ მართლაც რთულია ბავშვებთან ურთიერთობა. და ამიტომ თვლი რომ თუ კი ადამიანი მიდის ამაზე რომ გახდეს პედაგოგი, მასწავლებელი, აუცილებლად უნდა სურდეს ეს. პლუს ამას უყვარდეს ბავშვები. მზად იყოს ყველა იმ გამოწვევისთვის, რაც ვსაუბრობთ. დიახ, და მე ვფიქრობ, რომ იმ 4 წლის თუ 6 წლის განმავლობაში, როცა სწავლობთ უმაღლეს სასწავლებელში და სპეციალობას ვეუფლებით, ყველა წელთან ერთად უფრო
იაზრებენ ადამიანები ამას ხომ, რომ მე გავხდები მასწავლებელი, მე უნდა ვასწავლო სკოლაში, მე უნდა ვასწავლო ბავშვებს, მათთან უნდა მქონდეს ურთიერთობა, ალბათ ესე უნდა მოხდეს. არ ვარ ჩახედული ღრმად ამ საკითხში, მაგრამ როგორც მშობელი ამ წუთას ჩემთვის ასწავლიან როგორც ახალგაზრდა მასწავლებლები, ასევე ასაკიანი, ხო? მაგრამ არ მაქვს პრობლემა, არ ვიცი, არც ახალგაზრდებთან, ანუ რატომღაც გონია, რომ გააზრებულად ან გაუმართლა შესაძლოა, არ ვიცი. თამარა, ყველანი ვაცნობიერებთ, რომ ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე თითქმის ყველას გვჭირდება მენტალური ჯანმრთელობის ერთგვარი პროფილაქტიკა. მაშინ, როდესაც ახალგაზრდები დგანან გზაზე თუ დაზიანების, სუიციდის, დაკარგვის გათამაშების თუ სხვა მსგავსი. ბუნებრივია ამ ყველა ფაქტორის უკან დგას პრობლემა, რომელიც უნდა გადაიჭრას სხვადასხვა გზებით. თითქმის ყველა გზას მიმართავთ ხოლმე და ძალიან გვიჭირს გადავდგათ ნაბიჯი სპეციალისტისკენ. რატომ არის ეს თემა ამდენად მძაფრად სტიგმატიზირებული? რატომ ითვლება სირცხვილად დახმარების აღმოჩენის სწორი გზა, მაშინ როდესაც ეს ალბათ ერთ-ერთი კი არა, ერთადერთი უალტერნატივო გზა პრობლემის გადაჭრისა. ხშირად გქონია პრაქტიკაშიც, რომ აი ჩემთვისაც უთქვამთ, მე გიჟი არ ვარ. ანუ დეპრესია არ არის სიგიჟე, ხო? და ჯერ ერთიც ეს ტერმინი გიჟი, ანუ ძალიან სამარცხვინოა. მისი გამოყენება საერთოდ მით უმეტეს ადამიანებს ვისაც დაასჭირდა ფსიქოლოგის მხარდაჭერა, საზოგადოება აიძულებს იმართლოს თავი, რომ ის არ არის გიჟი. კი. ეს არის ყოველდღიური პრაქტიკა, ეს არ არის რაღაც თემისთვის, სამწუხაროდ ნაწილია ჩვენი ცხოვრების. თუმცა ნახეთ, მშობლებს თვითონ შეიძლება ცვენოდეთ ფსიქოლოგის მიმართონ, მაგრამ ჩვენთან ძალიან კარგად დამკვიდრდა ეს პრაქტიკა, რომ ბავშვები მიყავთ ფსიქოლოგებთან და ბავშვთა ფსიქოლოგები მრავლად ყავს. თუმცა საკეთკივილია და კვალიფიკაციის საკითხი დიდი ალბათობით, რაც მსმენია მშობლებისგან, რომ საიმედო მისამართები ამ ნაწილში არც თუ უხვია. არ არის უხვი, კი. მეც გეთანხმები თამაში, მაგრამ ეს სხვა ამბავია, ასე ვთქვათ. აქ უკვე სხვა განათლებასთან და პროფესიის, ასე ვთქვათ, მიღებასთან გვაქვს საქმე, მაგრამ ანუ ბავშვები მიყავთ, მაგრამ ნახეთ, არის კიდევ მეორე პრობლემა. მშობლები რაღაცნაირად თავიდან ეცელებენ პასუხისმგებლობას, რომ ჯერ თვითონ დაელაპარაკონ ბავშვს, მოусმინონ ბავშვს. ანუ ძირითადად ყველაზე დიდი პრობლემა არის კომუნიკაციის პრობლემა ბავშვთა და მშობელს შორის. თუ არ დგება დიალოგი, ანუ და მხოლოდ რაღაც ასე ვთქვათ, ბავშვის ჩაგვრაზე მიდის საქმე ან რაღაც დამცირებაზე, მაშინ ის ბავშვი ვეღარ გენდობა, არ მოგიყვება არაფერს და როცა ბავშვის შესახებ არაფერი არ იცი, ძალიან რთულია მერე გადაჭრა მისი პრობლემები, ან დაეხმარო ამ პრობლემების გადაჭრაში. კარგით, მივიყვანეთ ფსიქოლოგთან, მაგრამ იგივე გარემოში თუ დაბრუნდა ოჯახში, სადაც ისევ ამ წინააღმდეგობებს, დაპირისპირებას, აგრესიას ხდება ბავშვი, ანუ 1 საათიანი სეანსი კვირაში ერთხელ ვერ დაეხმარება ბავშვს, აი ადვილად გაიაროს ის სტრესული მომენტი თუ პრობლემა თუ არ ვიცი, შეიძლება რაღაც დიაგნოზთან მქონდეს საქმე, ხო? ანუ აქედან გამომდინარე, ხშირად ვიძახი, რომ არა მარტო ბავშვმა, მშობელმაც უნდა იაროს ამ შემთხვევაში ფსიქოლოგთან ან ფსიქოთერაპევტთან, რომ თვითონაც მიხვდეს და შეცვალოს თავისი ქცევის მოდელი. ბავშვთან მიმართებაში და საკუთარ თავთან მიმართებაშიც, ხომ? ანუ მე ხა ისევ საუბრობ, რომ თითქოს მე არ მაქვს პრობლემები ბავშვთან, არა, არის. მე როგორც მშობელს მეც ვაწოდები კედლებს, ხშირად ვეჯახები ამ კედელს, მაგრამ ანუ ფიქრობ, რა შემიძლია ხა გავაკეთო. როგორ შემოვუარო ამ კედელს, ან როგორ დავანგრიო ის, ხომ? ან ძალიან ბევრი გამოსავალია. ამ კედელთან თამარ, რა არის მშობლის უპირველესი ფუნქცია თქვენი გადასახედიდან? ვინ და როგორი უნდა იყოს მშობელი? ეს არის ალბათ უმთავრესი კითხვა დღეს, რომელსაც უნდა გასცეთ პასუხი. ნახეთ, თუ მოზარდებთან გვაქვს საუბარი,
მოზარდთან კავშირში მშობელი. ანუ მშობელი არ უნდა იყოს ამ დროს საუკეთესო მეგობარი, ანუ მშობელი უნდა იყოს მშობელი. იმიტომ რომ ბავშვი, ნახეთ, იმ მოზარდს უკვე ყავს ის მეგობარი, თავის თემებზე სალაპარაკოთ, ვიღაც შეიძლება ავტორიტეტი ყავდეს სხვა თემებზე სასაუბროთ. შენ მისთვის უნდა იყოს მშობელი, იმიტომ რომ დედას გეწახოს, მამას გეწახოს. ანუ გულისხმობ იმას, რომ ანუ უნდა იგრძნოს, რომ რაც არ უნდა მოხდეს, ვინც არ უნდა იყოს, როგორიც არ უნდა გახდეს, რა მდგომარეობაშიც არ უნდა იყოს, თქვენ გაუგებთ და იქნებით მის გვერდით. უპირობო მხარდაჭერის გარანტია. აბსოლუტურად, უპირობო სიყვარულის გარანტია. ანუ რაც არ უნდა დააშავოს, რაც არ უნდა სირცხვილის გზნობა კონდეს, თქვენ გეყვარებათ მაინც თქვენი შვილი. ეგ არის ყველაზე მნიშვნელოვანი და ეგ არის მშობლის ყველაზე მნიშვნელოვანი ფუნქცია. დიახ, ფაქტობრივად თქვენ ხაზგასმით უარყავით ის შეხედულება, რაც უკანასკნელი წლებია გახშირებული საზოგადოებაში, რომ მშობელი უნდა იყოს ან ავტორიტეტი, ან მეგობარი. თქვენი შეფასებით ცოტ-ცოტა ყველაფერი, მაგრამ არა კონკრეტულად. ნახეთ, ავტორიტეტი შეიძლება ვიყო აი ბავშვობის ასაკში, ბავშვისთვის, ხო? შეიძლება, მაგრამ მოზარდთან შეიძლება აღარ იყო ავტორიტეტი მშობელი, იმიტომ რომ ნახეთ, აი თაობები, მკვეთრია განსხვავება. არც ისე. დიდი სხვაობა არ არის, უბრალოდ ჩვენ ესე გონია, რომ ჩვენ რაღაც უფროსები ვართ და უფრო მეტი გამოცდილება გვაქვს. კი, მაგრამ ესეც ხო შეიძლება სწორად მივაწოდოთ ბავშვს. ანუ ვუთხრათ, რომ ასაკია. ანუ ის გავლილი გზა უფრო გრძელია ჩემი და შეიძლება უფრო მეტ სირთულეებს შევეჭიდე, თორემ იგივე ემოციები მქონდა, იგივე შეგრძნებები მქონდა, იგივე პროტესტი მქონდა. აბსოლუტურად. აქედან გამომდინარე, ანუ ეს უნდა იგრძნოს ბავშვმა, მაგრამ უნდა იგრძნოს როგორც, ანუ არ არის საჭირო ამ დროს შენ იყო ავტორიტეტი. ამ დროს საჭირო რომ იყო ადამიანი რომელსაც ყველანაირი პრობლემის დროს მივა და ჩაეხუტება და ისიც აი მოხვევს ხელს და გაათბობს, ასე ვთქვათ. იმიტომ რომ შეიძლება ამ ასაკში უკვე სკოლაში ყავდეს ავტორიტეტი, მასწავლებელი, პედაგოგი და ანუ მშობელი ამ დროს არ უნდა გაღიზიანდეს, პირიქით ეს კარგია. ანუ ჩვეულებრივი ამბავია. იმიტომ რომ ჩემი ფუნქცია ხო ბავშვის ავტორიტეტი არ არის ვიყო, ჩემი ფუნქცია არის ვიყო მშობელი, ძალიან კარგი იქნება თუ იდეალური ვიქნები, მაგრამ იდეალურის მცნებაც ძალიან ფართოა და ამ კომპლექსურ საკითხში ბუნებრივია ჩართული როგორც სოციალური ფაქტორები, ასევე შემეცნების ხარისხი და სხვა მსგავსი. და ეს არ არის მხოლოდ ერთსახოვანი პრობლემა, მას უამრავი წახნაგი გააჩნია, რომლის ნაწილსაც დღეს მსჯელობისას შევეხეთ. ჩვენი საუბრის დასასრულს მაინც თქვენი ფორმულა როგორია იმისა, რომ მივიღოთ ნაკლები, იმედგაცრუებული, ნაკლები ჩიხთან მიყვანილი ახალგაზრდა. მე ასე ვაკეთებ, მე ვესაუბრებ ბავშვს ჩემს სისუსტეებზე. ანუ მე არ ვარ რაღაც ის განსაკუთრებული, საოცარი, ყველაფრის გამკეთებელი. ხო, ეგ არ ვარ. ანუ ეგ უნდა იგრძნოს, რომ მეც მაქვს ჩემი სისუსტეები, მეც მეშლება ურთიერთობაში, მეც ანუ მივდივარ და ვუხდი ბოდიშს, როცა ხვდები რომ დავაშავე, ან ხმამაღლა დაველაპარაკე, ან რაღაც ისეთი უთხარი, რაც არ იყო სწორი იმ მომენტში, მაგრამ ანუ ვუხსნი რომ მე გაბრაზებული ვიყავი ამ დროს. ეს ჩემი სისუსტეა, ეს ჩემი შეცდომა და მაპატიე. ალბათ ამ მეთოდს ახლავს ყველაზე ნაკლებად იმედგაცრუებაც, რადგან მოლოდინი რაღაც საოცარი იდეალისტურის მოზარდს არ გააჩნია და ის სამყაროს, მშობლოს, ოჯახს იღებს ისეც, როგორიც არის, ეს არის ალბათ ყველაზე ჯანსაღი. თუმცა შესაძლებელია ეს ჩემ შემთხვევაში მუშაობს. დიახ, მესმის ძალიან ინდივიდუალურია, ბუნებრივია და ეს არ არის საერთო რეცეპტი, რომელიც გამოდგება ყველა მოდელზე, როგორც თანაც რაღაც იდეალური სიტყვა მე პირადად არ მომწონს, ანუ შეუძლებელია იყო იდეალური, რაც არ უნდა გქონდეს განათლება, სწავლობდე ფსიქოლოგიას, დადიოდე კურსებზე, ვიცოდე დიალოგის ტექნიკები, ძალიან რთულია ოჯახში და ახლო ადამიანებთან ურთიერთობაში ეს ყველაფერი მოირგო და ზუსტად აი ასე სწორად გააკეთო.
ძალიან დიდი მადლობა ქალბატონ თამარ, ეს იყო ფაქტობრივად ჩვენი მცდელობა, ჩვენს ქალაქში, ჩვენს რეგიონში, ჩვენს ქვეყანაში შემოჭრილ პრობლემას დაუპირისპიროთ ჩვენი შეხედულება, შეფასება და შევეცადოთ, რომ რაც შეიძლება ნაკლები იყოს ის ნეგატივი, რომლითაც გავხსენით დღეს ჩვენ თემა და აქ უნდა აღინიშნოს ის, რომ ძალიან ახლოა ეს პრობლემები ჩვენთან და ეს არ არის სადღაც და ვიღაცის ძალიან შევიწროვდა ეს წრე და ძალიან დაახლოვდა თითოეულ ჩვენგანთან. ძალიან დიდი მადლობა მოგზაურობისთვის და საინტერესო საუბრისთვის. აუბრალოდ შევახსენებ, რომ ქალბატონი თამარ შაშიკაძე პასუხობდა ბიომეტრიის კითხვებს, მე მომავალ შეხვედრამდე გემშვიდობებით. ნახვამდის.